კოსტავას ქუჩაზე სტიქიის შედეგად დაზიანებული 103 კორპუსის გადახურვით სამუშაოებს კვლავ შეპესე მელიზა ახორციელებს. იგი ახალციხის ახლად არჩეულ გამგებელს ზაზა მელიქიძეს ეკუთვნის, თუმცა მუშები, რომლებიც საცხოვრებელი სახლის დაზიანებული სახურავის შეკეთებაზე მუშაობენ, დამქირავებელი კომპანიის დასახელებისგან თავს იკავებენ. ექვსკაციან ჯგუფს ტარიელ ბალახაშვილი ხელმძღვანელობს. ამბობს, რომ 2012 წელს, როცა აღნიშნული კორპუსის გადახურვას შეპესე მელიზა ახორციელებდა, იგი აქ მთავარი ხელოსანი იყო. მისივე თქმით, იმ პერიოდში კორპუსი ხარისხიანად გადაიხურა. ამიტომ 6 ივლის სახურავის დაზიანების მიზეზად იგი მხოლოდ სტიქიას ასახელებს. იყო ნორმალურად გაკეთებული, აბსოლუტურად ყველაფერი დაცული იყო, მაგრამ იყო ქარი ძლიერი. და ქარს და სტიქიას ვერაფერი ვერ უმკლავდება. წამოვიდა ქარი, აქედან მხრიდან წამოვიდა, კორპუსის შუა გამოვიდა ქარი და ამ მომენტში კორპუსსა და კორპუს შორის არის კალიდორი და კალიდორის გამოსწვე 25 მეტრი ახსნა. წერილი, რომლის მიხედვითაც ახალციხეში 6 ივლის სტიქია არ დაფიქსირებულა, ადგილობრივმა თვითმმართველობამ დღეს გარემოს დაცვის ეროვნული სააგენტოსგან მიიღო. მასში ნათქვამია, რომ იმ პერიოდში ახალციხეში ქარი 10 მეტრ წამის სიჩქარით დაფიქსირდა, რაც სტიქიურ საშიშროებას არ წარმოადგენს. ახალციხის გამგეობაში ამბობენ, რომ აღნიშნული დოკუმენტი შეპესე მელიზას მოთხოვნით ექსპერტიზის საფუძველზე შესაძლებელია შეიცვალოს. გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი განმარტავს, რომ ადგილობრივი მეტეოროლოგიური სადგური ცენტრალურ სამსახურს ინფორმაციას 3 საათში ერთხელ აწვდის, ამიტომ შესაძლებელია სტიქია იმ ინტერვალში მოხდა, რომელიც მათ არ დაუფიქსირებიათ. იმ შემთხვევაში, თუ კი სტიქია დადასტურდება, შეპესე მელიზას უფლება აქვს ადგილობრივი თვითმმართველობის ბიუჯეტიდან თანხის ანაზღაურება მოითხოვოს. მოსახლეობის ინტერესები რომ არ დაზიანებულიყო და შელახულიყო, აღნიშნულმა ფირმამ, რომელმაც 2012 წელს დადებული ხელშეკრულებით მოხდინა აღნიშნული სახურავის რეაბილიტაცია, გადაწყვიტა ჩვენთან ურთიერთობის საფუძველზე, რომ გაერემონტებინა, შეეკეთებინა აღნიშნული სახურავი. აღნიშნული ფირმა იტოვებს შემდეგ უფლებას ჩვენთან შეთანხმების თანახმად, რომ თუ დადგა ეს საკითხი, რომ გარკვეულწილად რაღაც პერიოდში იყო სტიქია და სტიქიის შედეგად მოხდა ამ სახურავის დაზიანება და გადმოგდება, აღნიშნული ფირმას აქვს უფლება მოთხოვოს ბიუჯეტს ასანაზღაურებლად ის თანხა, რასაც იგი დახარჯავს. ძლიერმა ქარმა 6 ივლის რუსთაველის 103 კორპუსს სახურავი 300 კვადრატულ მეტრ ფართობზე გადახადა. სამუშაოებს შეპესე მელიზას მიერ დაქირავებული ექვსკაციანი ჯგუფი 3 დღეა ასრულებს. ამბობენ, რომ კორპუსის გადახურვა 3 დღეში დასრულდება. აღნიშნული მრავალსართულიანი სახლის მაცხოვრებლები მიიჩნევენ, რომ სახურავის შეცვლის სამუშაოები თავის დროზე ხარვეზებით შესრულდა. მეხუთე სართული სუნთლიანად დაზარალებულია, წყალი სუნთლიანად შევიდა ყველა სახლებში. კრიშა რო გადახადა, სუნთლიანად წავიდა შიგნით წყალი, საწავიდოში. 20 მეტრი გადახდილია სუნთლიანად. მეზაზე ის არის, ხარისხი არ ქონდა, გაკეთებული არ იყო ნორმალურად. ძალიან თელი შეფქებითაა აწყობილი, არა ნორმალური გაკეთებული და იმიტომ 3 სადარბაზოა დაზარალებული. გარდა მრავალსართულიანი სახლისა 6 ივლის დაფიქსირებულმა სტიქიამ სასოფლო-სამეურნეო სავარგულები და სოფლამდე მისასვლელი გზების დააზიანა. სტიქიის შემდეგ ადგილობრივ თვითმმართველობაში ზარალის დამთვლელი კომისია ორ ჯგუფად მუშაობდა. ხარჯთაღრიცხვის მიხედვით კორპუსის სახურავის დაზიანებისგან მიყენებულმა ზარალმა 17.242 ლარი, სოფელ მინაძეში, ურაველსა და ვალეში დაზიანებულმა გზების ხარჯმა კი 8.775 ლარი შეადგინა. ამ დროისათვის უცნობია ზარალის ოდენობა სოფლის მეურნეობის სავარგულების დაზიანების კუთხით. ერთიანი ზარალის ოდენობა უახლოეს მომავალში რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში დაფინანსების მოსაპოვებლად გადაიგზავნება.